ბოლო პერიოდის განმავლობაში ინვესტორების განწყობის გაუარესების ფონზე ევროპულ საფონდო ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია შეინიშნება. გასულ კვირას დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, ძირითადი ევროპული ინდექსების, მათ შორის STOXX 600-ის, DAX-ის და FTSE 100-ის შეფასება საშუალოდ 5%-აა შემცირებული. ევროპული ბაზრების დაღმასვლა პირდაპირ კავშირში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ სავაჭრო ომის წამოწყებასთან, რომელიც ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს. მართალია ამ საკითხზე დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია, თუმცა არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი იმისა, რომ ვაშინგტონი ევროპას სავაჭრო ბარიერებს დაუწესებს. თავად ევროპული სახელმწიფოები კი ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიიღებენ. ანუ მივიღებთ საბოლოო ჯამში სავაჭრო ომს, რომელიც არც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება დიდად დადებითად და არც კორპორაციული სექტორის შემოსავლებზე. ამასთან, სავაჭრო ომის პერსპექტივა ინფლაციის დაჩქარების და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების რისკებსაც ზრდის. ეს მოცემულობა კი ინვესტორების განწყობაზე, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორი, რომელიც ევროპისათვის მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად რჩება და ამ კონფლიქტთან დაკავშირებით ჯერ არც არაფერია დადასტურებული და ისიც კი არ ვიცით, შეძლებენ თუ არა მხარეები სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. როგორც წესი, ინვესტორებს გაურკვევლობა და მერყეობა არ უყვართ. ამჟამად მსოფლიოში არსებულ ვითარებას კი რთული და სტაბილური ან განჭვრეტადი ვუწოდოთ. სწორედ ამიტომაც საფონდო ბირჟა მსოფლიოს მასშტაბით ეცემა.